ბათუმში სასმელო შეერატოში კლიმატის ცვლილების სამთავრობად შორისო ექსპერტთა საბჭოს 37 პლენარული სესია გრძელდება. IPCC-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ მომზადება შეფასებითი ანგარიში, რომელიც მომავალ წელს გამოქვეყნდება. ღონისძიებაში 11 ქვეყნის 250-ზე მეტი სამთავრობო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი მონაწილეობს. პლენარული სესიის გახსნის ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. დღესვე ორგანიზატორებმა მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. კლიმატის ცვლილების სამთავრობად შორისო ექსპერტთა საბჭოს 37 პლენარული სესია 18 ოქტომბერს დასრულდება. კონფერენცია გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. ჩვენ მეხუთე შეფასებით ანგარიშზე ვმუშაობთ. დოკუმენტი მომავალი წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება. რაც შეეხება რიგით მეოთხე დასკვნას, აქ საუბარია კლიმატის ზეგავლენაზე. იქნება ეს სოფლის მეურნეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე პრობლემების ზღვის დონის აწევისა. კლიმატის ცვლილებების ზეგავლენა წყლის ხელმისაწვდომობაზეც აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქართველებს დღეს უამრავი სხვა პრობლემა გვაწუხებს, ყოველდღიური დღევანდელი პრობლემა, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მსოფლიოს გლობალურ პროექტებში და მათ შორის აი ამ კონკრეტულ საკითხზე. გლობალური დათბობა ეს არის პროცესი, რომელიც მაქსიმალურად უნდა შევაჩეროთ და მასობაში, რასაც ვერ შევაჩერებთ, ამისთვის მოვემზადოთ. რომ უეცრად არ დაგვატყდეს თავს კლიმატური უბედურება. აჭარას ბევრი პრობლემა აქვს და ძალიან ბევრი ეკოლოგიის კუთხით, გარემოს კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემებია. არის იცით ეროზიები მიწის, დაახლოებით 33% ჩვენი ტერიტორიებისა ეროზირებულია, ასევე გარემოს დაცვის კუთხით შემოტევა გვაქვს ზღვის ნაწილიდან და სანაპირო ზოლს აქვს პრობლემა. შესაბამისად აღნიშნულ ღონისძიების დასკვნით ნაწილში ჩვენ მივიღებთ შედეგებს, რომელიც ჩვენი რეგიონისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი.